კომპანია მეცხრე ტალღის ახალი პროექტია. ჩვენი დღევანდელი გადაცემა სატელევიზიო დებიუტია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამას წინ უძღოდა შესარჩევი კონკურსი და ორთვიანი დაძაბული ტრენინგები. როგორ დავუმეგობრდით ერთმანეთს და საოცნებო მიკროფონს დეტალები ნახეთ ვერონიკა ჟღენტის სიუჟეტში. დაიწყო ახალი გადაცემა My News, რომელსაც ჩვენ თინეიჯერები ვამზადებ. გუნდი, რომელიც ამ გადაცემაზე მუშაობს, არ არის მრავალრიცხოვანი. ის სულ 5 წევრისგან შედგება. ჩვენ ერთ თვეზე მეტია ყოველდღე ტელევიზიაში ვიკრიბებით და პედაგოგთან ერთად ვამზადებთ სიუჟეტებს იმ თემებზე, რაც თაობაიქს ასე ძალიან აინტერესებს. მე გადავწყვიტე თქვენთვის გამეცო თითოეული My News-ელი. ვისაუბრებ ზოგადად მათზე და მოკლედ მოგახსენებთ ჩვენი გადაცემის შესახებ. თამარი 13 წლისაა, იგი პირველი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. ის ჩვენი გუნდის ყველაზე უმცროსი წევრია. როცა ამ პროექტის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა მასში მონაწილეობა მიიღო. ფიქრობს, რომ ტელევიზიაში მიღებული გამოცდილება დაეხმარება საბოლოოდ პროფესიის არჩევაში. მე მინდა გავხდე წარმატებული ჟურნალისტი. ჩემი აზრით ეს პროექტი დამეხმარება მე ოცნების განხორციელებაში. მე აქ ყველაფერს სწავლობ, რასაც საჭიროა დამწყები რეპორტიორისთვისა და ვფიქრობ, რომ ჩემი ჟურნალისტური გზა მომავალშიც ცხოვრება, მომავალშიც გაგრძელდება. გვაჩა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრია. ის ოცნებობს პოლიტიკოსობაზე, უყვარს უფროსებთან კამათი ნებისმიერ თემაზე. მეგობრებს კი ყოველთვის ანეკდოტებით ახალისებს. მისი ნატვრა იმოგზაუროს ლას-ვეგასში. ამ პროექტის შესახებ მორბენალის რიქონიდან გავიგე, როდესაც მეცხრე ტალღას უყურებდი და მაინტერესა პროექტმა, მოვედი, გავიარე კასტინგები და გავიმარჯვე კასტინგში. ამ პროექტ მართალია ჟურნალისტობას არ ვაპირებ, მაგრამ დამაინტერესა ტელევიზიის სპეციფიკამ და ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა, ხოლო თუ რას მომცემს ეს პროექტი, ალბათ მომცემს იმას, რომ უფრო მეც გავიგებ საერთო ზოგადად ყველა ბერზე, უფრო მეტი ინტერესები მექნება ცხოვრებაში. ლადო 16 წლისაა, ის ფოთში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი აფხაზეთიდან იძულებით დევნილია. ის დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს. ტელევიზიაში მოსვლამდე ფინანსისტობაზე ოცნებობდა. ახლა კი აცხადებს, რომ არჩევანი შეიძლება ჟურნალისტობაზე შეაჩეროს. კომპიუტერი ჩემთვის გართობის საშუალებაა, დროის უმეტეს ნაწილს მას თავატარებ და მსურს რომ ბევრი რამ ვისწავლო მისგან. დოკა ბავშვობიდან ჰოლივუდის ვარსკვლავობაზე ოცნებობს. მას ძალიან უყვარს წიგნების კითხვა. მისი საყვარელი მწერალია გაბრიელ გარსია მარკესი. დოკა შესანიშნავად უკრავს ფორტეპიანოზე და გიტარაზე. ოცნებობს ინტერვიუ აიღოს მისი საყვარელი გიტარისტისაგან, სლეშისაგან. მე ძალიან ბევრი ინტერესის სფერო მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს მუსიკა. იგი თითქოს და ჩემი ცხოვრების ნაწილია. განსაკუთრებით გამოვარჩევ 80-იანი წლების მელოდიებს, მიყვარს Guns N' Roses და მისი სოლისტი Slash. ოცნებობ, რომ ოდესმე მისგან ავიღო ინტერვიუ. მე ვარ ვერონიკა, მე-4 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. ბავშვობიდან ვოცნებობ დეტექტივობაზე. ძალიან მიყვარს ჭადრაკის თამაში და ვთვლი, რომ ჭადრაკი ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. პროექტში მოსვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე. გაგრძელდება თუ არა ჩემი ჟურნალისტური ცხოვრება ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ მიღებული გამოცდილება ყველგან და ყველაფერში დამეხმარება. ჩვენი თაობა შეუძლებელია ბევრი რამით გააკვირვა. ამიტომ ყველანი ვცდილობთ მათთვის საინტერესო თემები შევარჩიოთ და საუკეთესო რესპონდენტები მოვიძიოთ, რადგან გადაცემის ხარისხი სწორედ ამაზეა დამოკიდებული. გახდება თუ არა My News-ი პოპულარული, ამას დრო გვიჩვენებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამით ამოიწურა. როგორც უკვე გითხარით, ეს ჩვენი პირველი მცდელობაა. ჩვენ ისევ განვაგრძობთ საინტერესო თემებზე და სიუჟეტებზე მუშაობას. My News-ი კი ზუსტად 2 კვირაში. საახალწლო განწყობით დაგიბრუნდებათ. ყველას გილოცავთ ამბეკ 2011 წელს.